რამოდენიმე წუთი გთხოვოთ და წინასწარმოგი ხალხი იმ განცხადებისთვის, რაც აღდება წინასახალხო განცხადების ფორმატში. მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა. მე როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და როგორც ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ვალდებული ვარ პასუხი გავცე იმ უხამსობას, რაც გუშინ მე და ჩემი მეგობრებმა მოვისმინეთ დაიცავი საქართველოს წევრი კახა მიქაიას მიერ. ეს კაცი, ეს ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჩვენს რიგებში, რომელიც ჩვენს ნაშრომზე იწერდა პოლიტიკურ ფულებს, დღეს იმიტომ რომ მას ასე დასჭირდა ვიწოდა ზონდერები. ეს არის ყოველდღე მიუღებელი და საერთოდ მინდა მივმართო და არ ვიცი როგორ მივმართო ადამიანს, ან რა უთხრა, ან რა პასუხი გავცე. ეს არის ყოველდღე მიუღებელი საქციელი ამ ბატონის მიერ. და საქმე ეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვა დროს და სხვა ვითარებაში მოიხსენიებდა და მიმართავდა სხვაგვარად. ეძახდა თანამებრძოლებს, ეძახდა მეგობრებს და დღეს ზონდერებად გამოგვაჩენა. გამოგვაჩენა ცოტა უხეში სიტყვა, მაგრამ მართლაც ესე იყო და არ შემიძლია ჩემი წუხილი არ გამოთქვა ამ ფაქტის მიმართ. მე მინდა უთხრა, რომ ეს არ არის ქართული, ეს არ არის კაცური, ეს არ არის ვაჟკაცური, ყველანაირი მორალს მოკლებული განცხადებაა და მინდა უთხრა, რომ პოლიტიკა ამად არ ღირს. ძალიან ბევრ ადამიანს ატკინებული და მინდა უთხრა ხაზგასმით, რომ ახალგაზრდები ამას არ აპატიებენ. მე არ მინდა ბევრი ვისაუბრო ამ ადამიანზე, მოკლედ შემოვიფარგლები და მინდა პოზიტივზე გადავიდე. ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, როგორც ფრაქციის სახელით, ასევე ახალგაზრდული სახელით.